უპირველეს ყოვლისა მინდა დავადასტურო, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ პროცესით, იმიტომ რომ მართლაც დავინახე, რომ არის ძალიან სერიოზული დაინტერესება პროკურატურის მხრიდან, ძალიან სერიოზული ინტერესი გამოავლინა თავად გამომძიებელმა, რომელიც მართლაც ინტერესდებოდა ფაქტებით, კონკრეტული დეტალებით, რაც აჩვენებს იმას, რომ სურვილი იმისა, რომ გამოძიება იყოს მართლაც ძალიან ობიექტური, არის ნამდვილად რეალური. მე მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდე, თუმცა ვფიქრობ, რომ სათქმელი კიდევ ძალიან ბევრია. მე წარმოვიდგინე გამომძიებელს კონკრეტული სია ჩვენი თანამებრძოლებისა, იმ ადამიანებისა, რომლებიც გამოხატავენ სურვილს, რომ ისინიც იქნენ გამოძახებულნი პროკურატურაში იმისათვის, რომ მიაწოდონ მაქსიმალური ინფორმაცია გამოძიებას, მათ შორის არის ჩემი მეუღლის და ჩემი შვილის გვარებიც, იმიტომ რომ ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებულნი იმაში, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ გამოძიებას და მე დიდი იმედი მინდა ვიქონიო, რომ ეს გამოძიება იქნება მართლაც ყოველმხრივი, ყველა ეპიზოდი, განსაკუთრებით ადამიანების დაღუპვის და დასახიჩრების იქნება ბოლომდე გამოძიებული და საზოგადოება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ გაიგებს სიმართლეს და დაინახავს დამნაშავე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების რეალურ სახეს. მე მინდა იმედი ვიქონიო, რომ გამოძიება სწრაფად დამთავრდება და დადებს ძალიან სერიოზულ მასალას და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ეხლა კიდევ ერთხელ, როდესაც გავიხსენე ის საშინელება, რაც უამრავ ქართველ პატრიოტს დამართა ამ ხელისუფლებამ, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ სამართალმა დიახ, რომ უნდა იზეიმოს. დიახ, ყველა იმ ადამიანმა, ვისაც დანაშაული აქვს საკუთარი ხალხის და საკუთარი ქვეყნის წინაშე ჩადენილი, განურჩევლად თანამდებობისა უნდა პასუხი აგოს ყველამ, ვინც გასცემდა დანაშაულებრივ ბრძანებას და ვინც ასრულებდა დანაშაულებრივ ბრძანებას, ოღონდ რა თქმა უნდა კანონის და სამართლიანობის ჩარჩოების დაცვით. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, როცა მე საუბრობდი, მქონდა საუბარი გენერალურ პროკურორთან, ძალიან საინტერესო იყო ბატონ არჩილ კბილაშვილთან საუბარი, არა მხოლოდ 26 მაისის, არამედ სხვა თემებთან დაკავშირებით. მე მინდა წარმატება ვუსურვო პირადად მას და გენერალურ პროკურატურას და ვუსურვო, რომ ის მოლოდინი, რომელიც არის საზოგადოებაში, რომ მალე აღდგება სამართლიანობა, ეს მოლოდინი ნამდვილად იქნება შესრულებული. თქვენს მიმართ ამოიწურა კითხვები, თუ შესაძლოა კიდევ და როდის მოხდება თქვენი მეუღლის და შვილის დაკითხვა? ჩემს მიმართ კითხვები არ ყოფილა, კითხვები იყო კონკრეტულად 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით და ზოგადად, თქვათ, ჩვენს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც სახალხო კრების მიერ იქნა მიღებული, იყო კონკრეტულად სურვილი იმისა, რომ ცალკეულ ეპიზოდებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ეპიზოდებთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ არ იქნა გაშუქებული, როდესაც ჩვენს მანქანებს ესროდნენ ნამდვილი იარაღიდან და ეს დაფიქსირებულია, ესეც გამოძიებული იქნას, რაც შეეხება იმას, თუ როდის, ასე ვთქვათ, მიიღებენ ინფორმაციას იგივე ჩემი შვილის ან ჩემი მეუღლის მხრიდან, ეს არის უკვე დამოკიდებული პროკურატურაზე. მე როგორც გითხარით, დაახლოებით 30 კაციანი სია მივაწოდე მე მათ დამატებით, რომელთა შორისაც არიან ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ მიაწოდონ დამატებითი ინფორმაცია პროკურატურას. ეს უკვე არის პროკურატურის გადასაწყვეტი. ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არც ერთი წუთით არ შევაფერხოთ გამოძიება და ყველა მასალა, ინფორმაცია, ყველა მონაცემი, რაც ჩვენ გვაქვს, მათ მივაწოდოთ დაუბრკოლებლად. თუ დაესახეთ კონკრეტული გვარები, ვინც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება 26 მაისთან დაკავშირებით. იცით რა, მე არა მარტო პოლიტიკოსი ვარ, არამედ ვარ იურისტი და ყოველთვის ვცდილობ დავიცვა ადამიანების უდანაშაულობის პრეზუმპცია, მაშინაც კი, როდესაც ეს ადამიანები კონკრეტულად ჩემი თანამებრძოლების, ჩემი ოჯახის წევრების მიმართ აბსოლუტურად უღირსად და არაადამიანურად იქცეოდნენ. ეხლაც მე კონკრეტულად ბუნებრივია არ შემიძლია გამოძიებაზე წინ და სასამართლოზე წინ დავასახელო, ვთქვათ, ის გვარები, რომლებიც ჩემი ღრმა რწმენით და შინაგანი რწმენით არიან დანაშაულებრივი ბრძანების გამცემები და შემსრულებლების ბევრი ვიცით, მაგრამ ელემენტარული ანალიზი გვაძლევს საფუძველს ვილაპარაკოთ იმაზე, რომ უმაღლესი ხელისუფლების პირების ბრძანების გარეშე
ვერ დაიგეგმებოდა სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია, ეს არ იყო მიტინგის დარბევა, ეს არ იყო მიტინგის დაშლა, ეს იყო სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია, კარგად ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი ისე, რომ იქ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ადამიანის მსხვერპლი და ეს რა თქმა უნდა არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა განხორციელებული შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბრძანებების გარეშე ეს არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა განხორციელებული, რომ არ ყოფილიყო ძალიან ბევრი დეტალი შეთანხმებული პირადად მიხეილ სააკაშვილთან და სხვა მაღალ ჩინოსნებთან. მე ძალიან კარგად ვიცი ეს, ისევე როგორც ნებისმიერმა იმ ადამიანმა, ვინც ბოლო პერიოდის განმავლობაში თვალს ადევნებდა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. საბატონო, რამდენად სამართლიანად მოხდა ბიბილურის პოლიციის სიაში? აბსოლუტურად სამართლიანად მოხდა, იმიტომ რომ ეს იყო თითიდან გამოწვეული ბრალდება, მე ამაში ყოველ შემთხვევაში ღრმადა ვარ დარწმუნებული, საბოლოო სიტყვას ყველა საკითხთან დაკავშირებით იტყვის გამოძიება, ჩვენ ამ ფრაგმენტშიც და ამ საქმეშიც მზადა ვართ გამოძიებასთან მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ და მივაწოდოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს. ის რომ 26 მაისს ყველა ადამიანი იყო პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, ის რომ ჩვენ გავდიოდით მოედნიდან და ხალხს უნდოდა მოედანი დაეტოვებინა და ამაში ჩვენ სპეცდანიშნულების რაზმები და ზონდერ ბრიგადები გვიშლიდნენ ხელს, ეს არის ფაქტი, ეს არის დანაშაული, რომელიც არის მაშინდელი ხელისუფლების, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების და შემსრულებლების კისერზე და იმ ადამიანების კისერზე, რომლებიც მანქანებს გზას უღობავდნენ, მანქანებს ახტებოდნენ, მანქანებში გვივარდებოდნენ, გაქცეულ ადამიანებს მისდევდნენ, თავპირს ამტვრევდნენ და სასიკვდილოდ იმეტებდნენ. ეს არის რაც შემიძლია მე გითხრათ და კიდევ ერთი რამე მინდა დავამატო. რაც მალე დამთავრდება ეს გამოძიება, რაც მალე მოეფინება 26 მაისის მოვლენებს ნათელი, მით უფრო ნაკლებს გაბედავს ნაციონალური მოძრაობა, ან პოლიტიკურ დევნაზე ილაპარაკოს, ან სამართლიანობაზე ილაპარაკოს და საერთოდ ხმა ამოიღოს. ჩვენი ყველას ბრალია ის, რომ ნაციონალური მოძრაობა დღეს ამდენს ბედავს და იმედია, რომ დროულად დაესმება ყველაფერს წერტილი.